საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით მიხეილ სააკაშვილის ძირითადი სასჯელის სახელმწიფო კრაინის სასამართლოს სამსახა 12 წლის და 6 თვის ვადით მასზე 3 წლის ვადით ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოსამართლე ჯინჯოლიას სამართალსა და არითმეტიკაში გარკვევა დღეს მედიის და რიგითი მსმენელების გარდა საქმის მონაწილე მხარეებსაც გაუჭირდათ. მას შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა, რომელიც ქართულმა სასამართლომ წარსულ წლების წინ ჩააბარა. საწყლოს უკანონო კვეთის საქმეზე მის მიერ დღეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ანუ 4 წელი და 6 თვე. გასულ კვირას სხვა მოსამართლის მიერ ეგრეთ წოდებულ პიჯაკების საქმეზე შეფარდებულ მსჯავრს დაუმატა, თუმცა არასრულს 8 წელს. და საქართველოს მესამე პრეზიდენტს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განადგურება სასამართლოს ხელით. ასე ეხმაურება მოულოდნელ მრავალწლიან სასჯელს მსჯავრდებული ვივამედიდან. Questions. მინდა უთხრათ, საშიში ვიქნები, როგორც სიკეში, ასე უკტარით. იმიტომ რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან, ჯობას და გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას. და ამას უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამერს. და ამიტომ საბოლოო ჯამში გამარჯვებულებ რამდენიც გინდა საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ, სააკაშვილის სრულს ვერ ჩაკლავთ. არაფერს კარგს არ ვფიქრობ აი ამ დაწესებულებაზე. არაფერს. და რაც შეეხება ჩემს შვილს, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს ამათ გააძიერეს სასიკვდილოდ გააძიერეს. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გაუკეთა ამ ქვეყანას და ეს დანაშაულად ითვლება აქ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა რუსეთის ნაწილი ვართ უკვე დიდი ხანია. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ყოფილი ხელისუფლების ერთადერთი გასამართლებული წარმომადგენელია, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ სასჯელების შეკრების პრინციპი გამოიყენა. ამ წესის გაუქმების შემდეგ 10 წელზე მეტია შეკრებითობა მოსამართლის დისკრეციული უფლებაა და იშვიათი პრაქტიკა. თუმცა მოსამართლე ჯინჯოლიამ რა პრინციპით დაუმატა მის განაჩენს 8 წელი. შეკითხვაზე პასუხი საქმის არც ერთ მხარეს აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლები და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი 2 დანაშაული და შესაბამისად მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოიყენებინა როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმშელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ. რეციდივის შემთხვევაში წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ რაღაც უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელი რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს, თუმცა ისიც ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში რა გააკეთა? საზღვრის კვეთაზე ფაქტიურად მაქსიმალურია 4 წელი, ხო, ნუ 5 წლამდეა. 4 წელს დაუმატა 8 წელი და კიდე 6 თვე და გამოიყვანა 12 წელი და 6 თვე. ისეთ ქმედებებზე, რაზეც ქართული ოცნების პირობებში ცუდ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას თავი დავანებოთ, მსგავს სასჯელებს ჩვენ ვერ ვნახავთ. და მსგავს მიდგომას დანაშაულთა ერთობლივების პირობებში სასჯელთა შეკრების. მე ბოლო ბევრი წელია მსგავსი შემთხვევა არ მქონია და ასევე ჩემი კოლეგებისგან არ მსმენია. სასჯელის ათვლა მიხეილ სააკაშვილისთვის 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება. ანუ იმ დღიდან, როდესაც ის საქართველოში ბორანზე მყოფი სატვირთო ავტომობილით ფოთის პორტიდან მალულად შემოვიდა. 3 წელი და 6 თვეა ის ქართული ოცნების პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა. ამის გამო კრიტიკის ადრესატი მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელების მხრიდან დღეს მეხუთე პრეზიდენტიც გახდა. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო რომ მისი შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად. კმაყოფილია პროკურატურა, რომელიც სასჯელის ნაწილში გასაჩივრებას და მაქსიმალური ვადის მოთხოვნას აღარ აპირებს. კმაყოფილია ქართული ოცნებაც, რომელიც ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებით გლობალური ომის პარტიის ძალადობრივი გეგმა ჩაშალა. ლაპარაკი ადამიანის ქმედებაზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა ფეხქვეშ ამოვედა.
და ზუსტად ამას აკეთებდა. ყველა თავისი მოქმედებით, ყველა თავისი განცხადებით და კონკრეტული აბიჯებით. ასე რომ დანაშაული ის რომ გადაკვეთა საზღვარი ერთია, მაგრამ მიზანი კიდევ ხო უფრო მძიმეა. მესამე პრეზიდენტი ახლა მეხუთე განაჩენის მოლოდინშია. 7 ნოემბრის საქმე, რომელიც მოწმეთა გამოკითხვის ეტაპზეა. ახლა მის წინააღმდეგ პირველ ინსტანციაში მიმდინარე ერთადერთი საქმეა. ბოლო ერთ კვირაში გამოცხადებულ ორ გამამტყუნებელ განაჩენს კი მისი ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.